საქართველოს პატარა ქვეყანა და აქ პოლიტიკა არ გაინტერესებდეს და არ გაწუხებდეს, არის ყველა წარმოუდგენელი. მით უმეტეს რომ დამოუკიდებლობა ახალი მოყვანილი გვაქვს და ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა შოკი მივიღეთ და მსოფლიოს მართლა ნებისმიერ კუთხეში მოხარე მოვლენა ჩვენზე ახდენს ზეგავლენას. ეს ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რატო არის, რომ აი დიდ ქვეყნებში არ იციან ადამიანებმა, საშუალო სტატისტიკურმა ადამიანებმა რა ხდება სამეზობლოში ან მსოფლიოში, იმიტომ რომ ეს არ ჭირდება ჩვენთან. ჩვენ ეს ყველას ძალიან ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ახდენს ზეგავლენას. ისე მე პირადად თავის როგორც ყველა ალბათ არის ის, რომ ჩვენთან ძალიან ასე დამკვიდრდა და არასწორად, რომ პოლიტიკის გაინტერესება ანუ თუ უნდა დამალო და არა მე არ მიგდა და თანამდებობა ძალით მე უცებ აღმოჩნდება თანამდებობაზე მე ეს თანამდებობა არ მიგდა და დამაზარდა. იცით რატომ თანამდებობას აჩვენებენ, მაგრამ რეალურად ეს არის ასევე პასუხისმგებლობისგან გაქცევად რა მოიყოს მე არ მიგდა და მე ამიტომ საუბრობ ამ პრობლემაზე, თუმცა მე არ მოვაშინე, რომ და ისე მეგონა ყოველთვის, რომ ჯერ საზოგადოების ცნობიერება უნდა გამაგრებინა ინკლუზიის თაობაზე, შესაძლებელი პირების ჩართულობის თაობაზე, ასეთი განმტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ რაღაც მოც შემიძლია და მხოლოდ შეიძლება, თუმცა ამ ქვეყანაში ეს ჩქარებულა, იმიტომ რომ ძალიან ჩამოვჭით მსოფლიო განვითარებას და რაღაცნაირად გავიწევთ. და აქ გამომდინარე ამ ქვეყანას აფრიკაში პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ძველი მომენტი მე ესე ვფიქრე და ჩავხადე, რომ ის უკვე პოლიტიკური პარტიული პოლიტიკის საქართველოში დამარცხებაც და პარტიული პოლიტიკაში რაღაცნაირად ჩავდგას. რაც მე მგონია ძალიან რთული ეს არის არსობით სხვადასხვა რამაც. სამოქალაქო აქტივისტი და განსაკუთრებული ორგანიზაცია ეწევა საზოგადოების ცოდნის რამებს. ანუ ჩვენ მოქალაქეები სხვა მოქალაქეებს უზიართ რაღაც ინფორმაციას გაკუთვნილების გულწრფელობის გაიზიაროს ჰუმანიზმი, ადამიანის უფლებებით არასწორობა, ხელისუფლების ჩანაცვლება, მაგრამ ჩვენი არ თქმა ჩვენ გადაგვაჭირს. პოლიტიკოსი კი იქოს ანუ გადაჭარბის სხვა როგორც პარტიას ჩვენ ვჭირდება ამორჩეულთა პრემია, ამორჩეულთა გადაჭერა, რაც ძალიან ხშირად შესაძლოა ამას განვერდიდრე და პრემია ასეთი ამ დილებას როგორ გამოვყავდები, რადგან რა თქმა უნდა როგორც გინდა ხარ თხოვნის პოზიციაში და გინდა გადაჭერა მომყოლო შენ გიწევს შესაძლოა თავი შეიკავო ისეთ საკითხების საუბრისგან, რომელიც შენ გითხრა საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ შენ ხედავ რომ საზოგადოებაში ეს მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს რაღაცის გამო. შესაძლოა ვერ უკვე არ ვიცი აი ამ გამოწვევას და ვეუბნებს რომ შევძლებ ამ სიტუაციის რაღაცას და მინდა დასასრულს თქვა რატომ თავისუფლების მოიგეთ. ჩვენ როდესაც გვინდა ხელისუფლების ჩანაცვლება და დემოკრატია არის ყველაზე ხელისუფლების ჩანაცვლება. ადგილის დათმობის კულტურა, ადგილის გაზიარების კულტურა. შესაბამისად, ჩვენ ვერ გვეყოლებიან ყოველთვის ერთეულები პარტიები და ეს რეალაკარები რო არის საავტორ ცენტრებში, ეს რეალაკარი ვერ იქნება ჩვენი პარტიული პოლიტიკა, რომ ხან ერთი მხარე შეჭირდება გასაცვლელისკენ და ხან მეორე. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად რომ ახალი ადამიანები, ახალი პარტიები და ორგანიზაციები გამოჩნდება. და მე ძალიან ხშირად მე რაღაცას ვწერო, ვაყარებ. ვინ არის აი ვის შეიძლება დავიჭროთ?
არის აკომპლექტებული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი რამე ყოფილია შესაბამისად ყველანაირი მითხრა რომ სიტყვა ერთმოდეთ და პრინციპს თავიანთი პროფესიონალიზმი ისინი მოამზადა ქვეყნის სამართალ ქვეყნის მართლას ხო რეალურად მუშტების ბრანხული კი არ ჭირდება თითის ხდება ქვეყნის მართლა ჭირდება კონკრეტული ცოდნა ხო რაღაც უნარები როგორ გამართო ეკონომიკა როგორ აზიანო რამენო როგორ უზრუნველყო ხო ადამიანების ეთნიკურობა იყოს და თან რაღაცები არ დააზარალო ამას ჭირდება უნარი და პროფესიონალიზმი ასევე ადამიანებს ხაზებს უშუალოდ სიტყვა მეტად თავისუფლება და თან არა იქ სადაც ეს არა არის საკითხი იმიტომ რომ ადამიანი არის პასიური რაღაცებზე მაინც ის რომ მას საკითხი არ არის შესაბამისად როდესაც მას ვიბაცა ისეთი ფულო ძალიან კარგი მას ძალიან ადვილად გაარჩევს პროფესიონალს არის გაარჩევს იმიტომ მან იცის რომ მან დაიმსახურა ეს თავისი ადგილი საზოგადოებაში და შესაბამისად მას ვერავინ მას ვერ წარდგენს და მას აქვს უფლება რომ თავისი აზრი ნებისმიერ საკითხზე როგორც მოხალხება წამოხდეს. და ამიტომ მე ვუსურვებ ყოველ თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს პარტიას წარმატებებს წარმატებას საქმეში, საჯარო საქმეში და წარმატებამდე კი გამძლეობას, იმიტომ რომ ვიცით როგორც რეჟიმშიც ყველას გამძლეობა მეტი ენერგია უშვეტი და საქართველოს